მოგესალმებით, მე გახლავართ ნინია და დღეს შემოვედი ასეთი თემით 13-19 მარტის ჩათვლით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ 13-19-ზე იქნება საუბარი. ეს გასტანს, რასაც მე დღეს აქ ვიტყვი, მარტის ბოლომდე. შეიძლება აპრილის პირველი კვირაც. დავიწყოთ აბა. რა იქნება 13-დან? სტუმრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, ხოლო ჩემი გამომწერებისთვის არის რიტუალები და გაშლები. სხვანაირად არ რეზონირდება. გოგოებო, ბიჭებო, რა ხდება ახლა 13-დან? არის შრომა, არის დაუღალავი შრომაც, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ხანია რაღაცაზე ან ვიღაცაზე შრომობთ და ელოდებით ინფორმაციას, აუცილებლად მოვა ინფორმაცია თქვენთან, ვინც ელოდებით ვიზას, ვინც ელოდებით ბილეთებს, რაღაცა ალიმენტები, საბუთები, თუნდაც SMS-ები, ინტერნეტი, აუცილებლად დაიძვრება ეს მკვდარი წერტილიდან, ასევე გეუბნებათ ტარო, რომ უსასრულოდ დაიძვრება სულიერი სიმშვიდე, ვინც ჩემ რიტუალებს უყურებთ, ვინც არ უყურებთ, მაინც წინ გზა გეხსნებათ, სიყვარული შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ურთიერთობები დაალაგდება, ჯანმრთელობა უკვე ნახევარზე მეც გამოსწორებული გაქვთ რიტუალების საშუალებით და წინ მიდის და ასე განაგრძეთ, ანუ ეს წინაღობები გადავა გვერდებზე და თქვენ გაყვებით, ესე იგი, აგერ მზეც ანათებს, პეპლები, ასევე მწვანე, კარგი ხეები, გაყვებით ბილიქს და გაიხსნება გზა. ყველანაირი გზა გაიხსნება, რაც მე აქ ჩამოვთვალე. გოგოებო, ასევე აქ მიჩვენებს, რომ თქვენ ხართ თქვენი საქმის მკეთებელი, იცით რა გინდათ, როგორ გინდათ, ვინ გინდათ და რატო გინდათ კი და ელოდებით შეხვედრას, ეს შეხვედრა აუცილებლად იქნება საჩუქრები და იქნება ბედნიერება და სიხარულის შემოვა თქვენს ურთიერთობაში. მამაკაცებო, არ გამორიცხავ, ან ახალი გაცნობილი ყავთ, ან ახალი ნაცნობობა გელოდებათ, ძალიან ჩამოყალიბებული ქალი იქნება, შეხვედრა იქნება, რა თქმა უნდა, გარდაუვალია. გოგოებო, თქვენთანაც ასევე. კი, ასევე იქნება გამთლიანება ურთიერთობაში, ოჯახში, თანამშრომლებში, წინ წასვლა, აი ეს წრეზე ტრიალი ნახევარზე მეტ პროცენტს დაგიმთავრდებათ, ცხოვრების წრეზე ტრიალი და ციყვივით, რომ დარბი ხართ, აი ცირკულაცია, წახვალთ წინ, ისე უკან ბრუნდებით, ხო? აი ეს პერიოდი ნელ-ნელა გადადის, დაიძვრება, გაიხსნება. გასაგებია, ძალიან კარგი. 13-ს დიდი მადლობა, გადავიდეთ 14-ზე. აბა რას გვეტყვის, რა კარებები გაიხსნება 14 მარტიდან და ან 14 მარტს. არ გამორიცხავ, რომ ეგრევეც რეზონირდეს. ნახოთ აბა, გოგოებო, ბიჭებო. დახმარებას ელოდებით, სამყაროც დაგეხმარებათ და აუცილებლად წინ წახვალთ, სურვილები აგისრულდებათ, გაწმენდა ხდება, ვინც ნამდვილად უკვე იწმინდავთ, რაღაცა კაზიონის სახლზეა საუბარი, ანუ საკუთარ სახლზე არა, აი შენობებზე დახმარება, დაგეხმარებიან, ისევ სავიზო რეჟიმი ეტყობა, ვიღაცას უნდოდა, მე რო ეს გამეშალა დღეს და ინფორმაცია
მომეწოდინა მკვდარი წერტილიდან დაიძვრება თვითონ სამყარო და უფალი მაღალი ძალები გიდგანან გვერდში ძალიან კარგი აი მანდილოსნებო ესე იგი ჯანმრთელობა გამოგისწორდებათ გახვალთ თქვენს გზაზე გაიხსნება გზა მოსავალი ხელში გიჭირავთ და გაზაფხულის ენერგიებით დაიტვირთებით და ეს უკანა ეს გორები მთები უკან წავა ეს მთელი რაც ხელს გიშლიდათ თქვენ საქმიანობაში ბიზნესში ხო და რასაც აკეთებთ რაც ჩაფიქრებული გაქვთ თქვენს ბედნიერებაში ესეც ხო საქმეა ბედნიერებაზეც ხო მუშაობაა საჭირო ასევე ჩემო კარგებო შეიძენთ ახალ ტანსაცმელს ან გარდერობს დაალაგებთ ტარო გეუბნებათ რომ რაღაცა უნდა შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში და უკვე აუცილებლად უნდა დაიწყოთ ეს ნაბიჯები გოგოებმაც და ბიჭებმაც თუნდაც ახალი ტანისამოსი შეიძინოთ ან საჩუქარი გაუკეთოთ ვინმეს ან თქვენ თვითონ გაიკეთოთ არ არის გამორიცხული და შეიძლება სადმე დაგპატიჟონ კიდეც ბიჭებო თქვენ შეიძლება გოგოები დაპატიჟოთ არ გამოვრიცხავ იმიტომ რომ აქ ზეიმის მზადებაა ზეიმის ან რაღაცა ისე განვითარდება თქვენ ცხოვრებაში 14-დან რომ და 14-ში რომ აი ძალიან მოხარულები იქნებით წახვალთ სტუმრად თქვენთან მოვლენ ისეთი ქალბატონი ბრძანდებით და მამაკაცი რომ თქვენთან მოსვლა სიამოვნებთ ასევე რა არის იცით 4-იანი თასები აი ზედაპირულად ნუუყურებთ მამაკაცებო ან ესეთი მამაკაცი ყავთ რომ ზედაპირულად უყურებს იცით თქვენ ურთიერთობას და აი ეს მამაკაცი ადგება ამ კრესლოდან ზოგი მიჩვენებს რომ სიზარმაცის სიმპტომი აქვს შეყრილი ეს არის ენერგოვამპირობა მიხვდით გაწმინდეთ თქვენი მამაკაცი მაქვს რიტუალი ამოსქროლეთ ბოლოდან და ყველა ჩემი რიტუალი იმ წუთიდანვე მუშაობს ისევ ახალი იქნება თუნდაც ძველი დადებული იყოს და აი იქ არის თქვენი მამაკაცების გაწმენდა რიტუალი ნეგატივისგან და გაწმინდეთ თქვენი მამაკაცები და აქ კიდე ჩანს რომ ვინც უკვე აკეთებთ ამ წმენდას წინ მიდის ნელ-ნელა ვინც ლოთობაზე უყურებთ ჩემ რიტუალს გამოვა ადამიანი შვილია ქმარია მეგობარია გამოდის ადამიანი მდგომარეობიდან 4-იანი და 0 ესე იგი 40 დღედ მაინც დაჭირდება და სიახლეებს გაიგებთ ამ პიროვნებაზე და თქვენც დაგიკავშირდებათ ეს პიროვნებაც და ამ პიროვნებაზე აი ნახეთ ზემოდან ქვემოდან სულ დამხმარე ძალები გაქვთ მეგობრებო ესე იგი აი როგორი ძალები გაქვთ იცით აი ძალიან მაგარი უყურეთ ან თვითონ ანგელოზიც კი გეხმარებათ ზემოდან თქვენ სიტუაციაში რაც კი გაწუხებთ გოგოებო ბიჭებო შვილები გამოჯანმრთელდებიან ვისაც ეს უნდა ვისაც აქ მეუბნებიან რომ ცოტა ლოგოპედური პრობლემა აი მეტყველების პრობლემა ანუ დიდებშიც და პატარებშიც ეს გამოსწორდება და უკვე შეისმინეს ზემოდან ქვემოდან უყურეთ შეისმინეს აქაც არკა ნახეთ როგორი და აქაც ხე იგივე ჯანმრთელობაა მიხვდით აუცილებლად დაიძვრება წინ აი ეს 14-ში და 14-დან ამ მკვდარი წერტილიდან მამაკაცებო თქვენთან არის ან იცნობთ ან დედაა ესეთი რომელიც გეხმარებათ მიხვდით ან თანამშრომელიც არ გამოვრიცხავ კი რომელთანაც ან მოგწონთ რომელიმე მანდილოსანი ხო აი კარგი პიროვნება ამოდის კარგი მაგრამ ჯერჯერობით როგორ იცით აი თუ სიყვარულზე ვილაპარაკებთ აქ ცოტა პლატონური სიყვარულია და ზედაპირულია ჯერჯერობით ან ურთიერთობა არა გაქვთ ჯერ ჩამოყალიბებული ან კიდევ ვერ ბედავთ და ნუ ზარმაცობთ ადექით და წინ წაწიეთ საქმეო გეუბნებიან კი და გამოგივათ ყველაფერი გაიწმინდეთ რაც მე აქ თქვი ყველაფერი ასრულდება და იყოს ასე ამინ ძალიან კარგი რიტუალები ჩაიტარეთ ტყუილა არ მალაპარაკეს მე აქ ეხა 15-ში ვნახოთ
რა დაიძრება 15-დან თქვენი ცხოვრებაში, ცხოვრების ყველა სფეროში და რა თვითონ 15 რას გვეტყვის 15 მარტი. დედოფალი პენტაკლებიც ამოხვედით გენაცვალე, აქ რასაც შრომობთ, თქვენ ბიზნესი, განვითარება, წინსვლა, ჯეკპოტის მოგება, ლოტარიის მოგება, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობითაც და გადატანით მნიშვნელობითაც ახდეს, ვიზე როგორ რეზონირდება გოგოებო, ესე იგი ჩადებული თუ გაქვთ რამეში საქმე, თანხები ის აუცილებლად გამოგივათ, ასევე კრედიტებზეა და ბანკზე აქვს საუბარი, დგახართ თანხით, დგახართ, არ შეგეშინდეთ, აგერ როგორი ყელზე ნახეთ, როგორი სამკაული გიკეთიათ, აი სიმდიდრე, ულევის სიმდიდრე, ჯანმრთელობა, ბედნიერება, მამაკაცებო თქვენც ან დედა ყავთ ესეთი, ან თანამშრომელი, ან გვერდზე მდგომი ადამიანი. უყურეთ, განულდება სიტუაცია, რაზე ვიცახი მე, წრიულზე რო დადიხართ გოგოებო ბიჭებო, ხო? ან თქვენი შვილები დადიან წრიულზე, ხო? ერთი და იგივე, ანუ მდინარეში ორჯერ შეცურეს, ან შეცურეთ, ხო? იგივე შეცდომები, იგივე კარმა, თითქოს აი რომ მეორდება სიტუაციები, ხო? გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, დგავთ ახალ ნაბიჯებს, აი ზუსტად რო გაზაფხულის ტარო დაჯდა, უკან დგას ეს მთაგორიანი, ეს სიძლიერეა უკვე სიძლიერე, ესე იგი წავიდა, მიდის ეს წინაღობები, წინააღმდეგობები, დაიწონას თამაშები, მიხვდით წრეზე სიარული, განულება ხდება ბევრ პროცენტში, ჰაერიდანაც სამყარო გაწვით ახალ ამბებს, რა ამბებსაც ელოდებით, მოგივათ კარგი დადებითი ამბები, ძალიან კარგი. აბა ვნახოთ კიდე 15 რას გვეტყვის. ესე იგი, აქ ბევრ პროცენტს მაინც გაქვთ უსიამოვნება, მამაკაცებში არის რაღაცა დაფიქსირდა შერეული ურთიერთობა, შიში, მიხვდით, აქ დაცვაა საჭირო, ანუ გოგოებო და ბიჭებო, თქვენი ფინანსები უნდა დაიცვათ, ეს ამაზეც მიგანიშნებთ, ვისაც ესე იგი განხეთქილება გაქვთ და დასასრულს მიუახლოვდა თქვენი ურთიერთობა, გაატანეთ, დახურეთ ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს უკვე წავიდა, კარმული იყო და უნდა გაუშვათ ერთმანეთი ცხოვრებიდან. ეს მომისმინეთ კარგად გოგოებო ბიჭებო, რომ ვისთანაც დიდი ხანია იბრძვით და არაფერი არ გამოდის. ესე იგი, სამყარო გეუბნებათ, დატოვეთ ეს სიტუაცია, დატოვეთ, თვითონ მოგვარდება, ან ახალ ადამიანს მოგცემენ გოგოებო სამყარო იგივე ძლიერს და იგივე თქვენ ამოდიხართ პენტაკლი და აქ მორბის ახალგაზრდა ენერგეტიკა ძალიან სწრაფად, ბიზნესი, ჯიბეცარიელი არ იქნება წარმატებული ადამიანი, ცხელი ადამიანი, სექსუალურიც და ასე შემდეგ, აი სასიყვარულოდ მიწიერად მომზადებული ადამიანი და თავში რო არ უქრის. ბიჭებო, თქვენზე რო გადავათამაშოთ ხომ, რაღაცის გეშინიათ, გეშინიათ საწყისი სტარტაპი რო დაიწყეთ, აქ შეიძლება იყო ხელისშემშლელი პირობები, ისევ თქვენი ძმაკაცებისგან, ესე ბრჭყალებში რო არსებობენ ესეთი ძმაკაცები, ხო? ან გაჩხუბეს ვიღაცასთან, არ გამოვრიცხავ მანდილოსანთანაც დეზინფორმაციები, ხო? მაგრამ გააგრძელეთ თქვენი გზა, არ გაჩერდეთ. მადლობა 15 მარტი. ეხა 16 მარტი ვნახოთ, რას მოგვიტანს 16 მარტი და რა დაიძრება მკვდარი წერტილიდან გოგოებო ბიჭებო, მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში. ვნახოთ აბა 16 მარტი. თავიდან დაიწყება ემოციური ბალანსი, ესე იგი ბიზნეს განვითარებები, ბიზნეს გეგმები, სილამაზე, თქვენი იმუნიტეტი დაგიბრუნდებათ, უკვე აზრი მოგივათ, იცით როგორ მოგაწვდიან ჰაერიდან აზრს, მიხვდით? და ეს გაწმენდები ვინც იკეთებთ, აი უკვე ნახევარზე მეტი, მე ისედაც SMS-ებით ვკითხულობ, რომ
ბევრი არა მარტო რეზონირ და ბევრზე, არამედ ჩემი არის რიტუალები განკურნებისთვის, ხო? აი განკურნება მოხდა და ყველაფრის განკურნება მოხდება, სიყვარულის ახსნა, სიყვარულის გულის მოცემა, გოგოებშიც და ბიჭებშიც, მიხვდით, აი თასია წყლით სავსე, წმინდა, მაგრამ აი როგორ იცით, აი ცეცხლია შიგნით, ცეცხლი, მიხვდით? ძალიან კარგი, მიხარია, უკვე ორივე ხელით გიჭირავთ ეს თასი. აი აქაც ეს 4-იანი თასები ისევ, ხო, ემოციური ბალანსია საჭირო ბევრ ვარიანტში, არ ინერვიულოთ, აუცილებლად მიაღწევთ, რაც ეს აქ როგორ იცით, ვისაც წლოვანება საშუალებას გაძლევთ, ქალბატონებო და მამაკაცებო, პენსიაზე გასვლა, დასვენებას გეუბნებიან, ან შრომობთ, ბებია ხართ, ან ოჯახში ხო, დედა ხართ, წლოვანი ცოტა ხო, დაისვენეთო გეუბნებიან, გადით აი ბუნებაში უკვე თან გაზაფხული მოვიდა ხო, გადით გაისეირნეთ, შეცვალეთ ეს თასები, ეს წყლები სხვაგან შეავსეთ, მიხვდით? და ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებათ, დეპრესიიდან გამოხვალთ, ვისაც ეს გესაჭიროებათ, ფეხები ვისაც გაწუხებთ, რომ სახსრები ადექით გაინძერეთ, კრესლოში ნუზიხართ. ასევე მოგვარდება ეს ფინანსური ცხრიანი პენტაკლი, ფინანსური მხარე მოგვარდება ყველანაირ ასპექტში 15-ში და 15-დან დაიძრება ამ მკვდარი წერტილიდან და რაც ესე იგი აქამდე განერვიულებდათ, რომ დამოკიდებული იყავით ვიღაცაზე ან რაღაცაზე, აი ეს წავა წინ, ესე იგი ბრძნული აზრი გაგივლით თავში, ან მოგაწოდებენ ესეთ აზრს, ან დაგეხმარებიან, ან კი არა, ნამდვილად დაგეხმარებიან და ესე იგი მოწყვიტავთ, დასასრულია თქვენი აი ამ უსიამოვნებების და აი ამ ფიქრებით, რომ საიდან რა გავაკეთო, მიხვდებით, ორვიანი კვერთხები ძალიან მალე მოხდება, აქ მე ბუმერანგიც დამიფიქსირდა, ბუმერანგი წავიდა თქვენ მტრებზე, რომელი ნახეთ, როგორ ლაპარაკობს სამყარო და ტარო და ესე იგი ვისაც გინდათ რომ სწრაფი კრედიტები, ბანკი, აი ეს ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული უძრავ ქონებასთან, ხო? ან დატოვილ ქონებასთან. აი ეს ყველაფერი უკვე მოგვარებულია, ჩათვალეთ და სამართლიანად არის მოგვარებული. ასევე დაგეხმარებიან, ვისაც სასამართლო პროცესები გაქვთ, ვისაც სწავლის დაწყება გინდათ, ან კურსები გინდათ, ხო? აი ესეთი სიტუაციები ან ურთიერთობებში გაწონა სწორდება სამართლიანად, ესე იგი უკვე ჩათვალეთ, რომ მოხდა ბუმერანგიც და თქვენი წინსვლებიც. აი, ძალიან კარგი მიხარია, 15-ს მადლობა და გადავიდეთ 16-ზე. აბა ვნახოთ 16 მარტი რას გვეტყვის, რა სიტუაცია გაქვთ 16 მარტში და რა დაიძვრება მკვდარი წერტილიდან. ნახოთ აბა და გასტანს მარტის ბოლომდე. უძრავი ქონება, 10-იანი პენტაკლი, დიდი სიმდიდრე, ულევის სიმდიდრე, ან ვიღაცა სახლს იყიდის, ან უკვე ნაყიდი გაქვთ და აი ეს კაპიტალ დაბანდება, უფრო წინ წაგივათ და შემოსავლე წყარო გექნებათ, აუცილებლად, ახალ მეგობრებს შეიძენთ, დაგეხმარებიან, არ გიღალატებენ, არ შეცდებით, არა, აუცილებლად, მაიმე რამ ხელა წინსვლებია ხალხნო, შორი გზა, საზღვარგარეთი, ან ერთ ქვეყანაში და სხვადასხვა შორ ქალაქებში ამოდის პიროვნება, ინტერნეტი, ახალი ნაცნობობა, ან შორი გზიდან აგვარებთ რაღაცა ფინანსურ პრობლემებს, ან უძრავ ქონების სიტუაციებს და ეს აუცილებლად იქნება. ვიღაცას აქ იმედები აქვს გაცრუებული, გამოგაგდეს,
გააგდეთ, განდევნა ჩანს, განდევნა, აი ხიდი ჩაგიკეტეს ცხოვრების მიხვდით, ხიდი ჩაგიკეტეს და აქ მეუბნებიან რომ პირიქით აი იმპერატორი ამოდის და აქ ძალას მოიკრიბავთ, ოპა, აქ გენაცვალე, უყურეთ უკვე მაგია, ესე იგი ფრთხილად იყავით 16 მარტიდან, აი ეს რომ არავინ გაიმეოროს ახალი მაგია, არავინ გაიმეოროს, ვიღაცა თქვენზე ტაროს შლის გოგოებო ბიჭებო და ინტერესდება როგორ ხართ, ინტერესდება, ამას დავამატებ მე ტაროს, აქ არის პიროვნებიდან, წარსული ურთიერთობიდან გამომდინარე თქვენს ფორტუნაზე, თქვენს ბედზე, აქ ინტერესდებიან და ფრთხილად იყავით, არ შეწყვიტოთ რიტუალები, ეს წარსული მამაკაციდანაც მოდის და თან გაგახარებთ რომ უკვე ბუმერანგი წაუვიდა, მიხვდით? ბუმერანგი წაუვიდა, შეიძლება გააქტიურდეს მტერი და არ შეგეშინდეთ ნეგატივი არ შემოუშვათ უკან მეგობრებო, არც წერილი წაიკითხოთ მისი, არც სარს არ უპასუხოთ. თქვენი ფორტუნა, თქვენი ბედი-ღბალი ისევ წინ მიდის, წინ და ამათ ესე იგი ბუმერანგი მისდის უკან, გასმაგებული სისწრაფით, რასაც არ ელოდებიან და უკვე გაგახარებთ, რომ ბევრ პროცენტს უკვე მიუბრუნდა ბუმერანგი, ყოფილ მამაკაცსაც, ყოფილი ქმარი, ესე იგი არასასიამოვნო პიროვნებებს, აქ უფრო მამაკაცები დაფიქსირდნენ, მიხვდით? არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ დაცვები მაინც დაიყენეთ რიტუალებს რო უყურებთ, ბოლო დღეს დაიყენეთ დაცვა, ძალიან კარგი, მადლობა 16 მარტი, გადავიდეთ 17 მარტი. 13, 14, 1 წუთი, 15, 16, 17, გადავიდეთ 18 მარტი. აბა რა შეიცვლება 18 მარტს და ჩემი გამომწერებისთვის და 18 მარტიდან რა დაიძვრება მკვდარი წერტილიდან თქვენ ცხოვრების ყველა სფეროში, გოგოებო, ბიჭებო, ნახოთ 18 მარტი. 6-იანი ხმლები, იცით რა არის? ფეხებში რომ გიჩხირავენ, მოდი ესე ვთქვათ, აღარ მოვერიდები, აი ამ ხმლებს და ხიდებს გადასასვლელ გზებს გიკეტავენ ყველგან, ხო? აი ეს გაიწმინდება, უკვე გზა გაიხსნა, მეგობრებო, გაიხსნა და ეხლა მტერს ჩაეკეტა, უყურეთ, მტერს ჩაეკეტა ეს გზები, ძალიან კარგი. აი ეს ნავიც გამოჩნდა, სადაც ჩაგაგდეს და შეცდომით გატარეს, შეცდომით გზებზე, შეცდომით ნათქვამ სიტუაციებში რომ მოხვდით ცხოვრების ეტაპზე, მიხვდით? ძალიან კარგი. რა იქნება და ცხრიანი თასები, აუცილებლად იქნება კარგი სიტუაციები, მოლაპარაკებები შედგება, როგორც სასიყვარულო, ასევე შედგება ჰარმონია დაისადგურებს თანამშრომლ სიტუაციაშიც, რა სიტუაციაც გაქვთ გადაათამაშეთ, აქ ორი იაკარ, ანუ იმას რა ქვია ქართულად ამას, რომ აუშვებენ აფრებს, ხო? იქნება აი ახალი სიტუაციები და გაცურავთ, ორივე გაცურავთ, დაგეხმარებიან, დაპატიჟება, მოლაპარაკება, რაღაცის გადაწყვეტილება, კარგისკენ, რა თქმა უნდა. აქ ამოვიდა იმპერატორი, ძლიერი მამაკაცი ხართ თქვენ, ან მეგობრებო, გოგოებო, ძლიერი მამაკაცი ყავთ, გვერდზე არ გამოვრიცხავ, ასევე ქალბატონიც. მოკლედ რა არის, იცით? წინ მიდიხართ, უკვე წახვედით, გვერდში გიდგა ძლიერი მამაკაცი, ცოტა როგორია იცით, ცოტა უყვარს ბრძანებლო რიტონი, ცოტა ეჭვიანია, მაგრამ იცის რა უნდა, ცოტა манипуляციას აქ ადგილი манипуляციას და ფრთხილად იყავით გოგოებო და ბიჭებო, ვინმე არ გამოიყენოს თქვენი სიკეთე,
ძალა მოდის თქვენთან, ძალა ამ გაცრუებული გზების მერე, ძალას მოიპოვებთ, ან ძლიერი პიროვნებები დაგიდგებიან გვერდზე, აი აქ რო შეთანხმებას აწარმოებთ და აქაც დედოფალი ხმლები ამოდის. ესე იგი, როგორი ქალბატონები დამიჯდა, იცით, აი უცებ რო გადაწყვიტავთ საქმეს, ხო? ესე იგი, რას ნიშნავს? აქ უცებ გადაწყდება სიტუაცია მენტალთან დაკავშირებით, ინფორმაციებთან დაკავშირებით, მიხვდით? ესე იგი, ინფორმაცია რა არის? აქ საბუთები, ფულები, შეხვედრები, პაემნები, ზარები, SMS-ები, ან ვინც მუშაობს მაგალითად მეტალზე, ან ექიმი, ან მჭედელი, ან მანქანებზე, მიხვდით? აქ ერთ კაცს დავამატებ, მეუბნებიან. კი, აი ზუსტად ნახეთ, იქნება ახალი საწყისი, ახალი სტარტაპი, ახალი გზები, გამოჯამრთელება ყველაფრის სიტუაციების და პიროვნული ურთიერთობების, თქვენი საქმეების. 18 დიდი მადლობა და გადავდივარ 19-ზე. აბა 19-ში ჩემი გამომწერებისთვის 19 მარტში რა იქნება, ინფორმაცია მოგვაწოდის სამყარო, რა ინფორმაციას და რა განვითარდება მარტის ბოლომდე. 13-დან 19 მარტის ჩათვლით და მარტის ბოლომდე. და მე რასაც აქ ვიტყვი, ყველაფერი ასრულდება. ამინ. ნახოთ 19, აბა ვნახოთ. გინაცვალე, რაღაცა გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ანგელოზი უკან გიდგათ, მაგრამ სასწორს ეთამაშებით უყურეთ, ძალიან მიყვარს ეს ტარო, ნახეთ რა ლამაზია, აი ესე ლამაზად გადაწყვიტავთ ყველაფერს, გამოვა ყველაფერი, ვისაც იქ რა ქვია, სასამართლო პროცესი გაქვთ, ვისაც ურთიერთობაში გაქვთ რაღაცა გადასაწყვეტი, ვისაც რაღაცა გასაყიდი გაქვთ ვაჭრობაში, ვისაც რაღაცა კლინიკები გაქვთ, ვისაც მოკლედ აი ალიმენტები, კიდე ეს დაფიქსირდა, ვინც რამეზე გიჩივით, ხო? აი ეს ყველაფერი თვალები აგეხილებათ, მიხვდით? ძალიან კარგი, გოგოებსაც და ბიჭებსაც. იცით რა არის? აი აღარ არის დაყოვნების დრო, უნდა რაღაცა ინფორმაციას მოგაწოდიან, იცით, მამაკაცზე, ან თვითონ მამაკაცი გამოჩნდება და ძალიან გაგეხარდებათ. კი, ნაწყენები ხართ ერთმანეთზე, მაგრამ ამ მამაკაცს, ბიჭებო, თქვენზეც ვამბობ, ესე იგი, ტვინი არ გიმუშავებთ, ჩაკეტილი გაქვთ ტვინი მაგიური შეტევებისგან და ნახეთ, როგორ ახალი წარმოიდგინეთ სასმელით, ესე იგი, განტვირთვა იქნება წყლის დასხმით და წყალიც ჩამოდის, დაბლა ეღვენთება და დაბლა ჯოხია უყურეთ, ესე იგი კვერთხები და თასები ერთად ავიღოთ, ხო? ახალი ინფორმაციები გექნებათ, უკვე გადაწყვიტავთ ერთმანეთში, როგორ განაგრძოთ ურთიერთობა, მოლაპარაკება, აქ უძრავ ქონებაზაც მეუბნებიან, კი, რაღაცა ადგილზე, სკამზე, რაღაცა ესეთ სიტუაციები, შეიძლება ბიზნესიც ამოვიდეს, არ გამოვრიცხავ, ან ერთად მუშაობთ და გერიდებათ საერთო ახლობლების, აი ესეც ამასაც მკარნახობენ. ნუ სამიანი თასები, გადასარევი ტარო, ესე იგი, შეხვედრა, ადამიანის მოსვლა, უყურეთ? ნაბიჯის გადმოდგმა, კარების გაღება, ახალი ინფორმაციები, კმაყოფილება, თვითკმაყოფილება, ასევე ამოდის დიდი ძალა, ხალხმრავლობა, გამარჯვება, ვინც ესე იგი აი ეს სასწორი რო გიჭირავთ ხელში, ხო? ნახეთ როგორ გაგიხარდებათ, ესე იგი სამართალმა პური ჭამაო, იზეიმებთ გოგოებო, ბიჭებო, გამარჯვება გაქვთ, გარღვევა გაქვთ პირადად, ნახეთ.
ძალიან კარგი, 19 მარტი და აუცილებლად შეხვედრა გექნებათ. უყურეთ 7-იანი კვერთხები. აი ნახეთ, გადადგავთ ნაბიჯს, როგორ აქაც კიდე შეიძლება უცხო ქვეყნიდან, ან თქვენ მიდიხართ უცხო ქვეყანაში, აქაც როგორც უცხო ისე აქაურობა ფიქსირდება და ჩახუტება გექნებათ. ნახეთ, ესე იგი და ვაგონი მატარებელი რაც ბორბლებზე დადის, შეიძლება ავტომობილი ჩამოუვიდეს ვინმეს მიხვდით და გექნებათ შეხვედრა, გექნებათ სიყვარული და სიკეთე, ან სხვა სახლებში გადადიხართ, არც ამას არ გამოვრიცხავ და 7 რიცხვი დაიმახსოვრეთ. კარგით ჩამოკარგებო, თქვენთან იყო ნინია, რომელსაც ძალიან უყვარხართ და მინდა რომ ესე ლამაზად გაგაცილოთ, ბროწეულით, ჯანმრთელობა. კარგ გაზაფხულის დადგომას გილოცავთ. მოიწონეთ ვიდეო.